სალომე დილამშვიდობის მოგესალმებით. საინტერესო რა ხდება ავერსის სააფთიაქო. მე მიხარია რომ მზისგან დამცავები უკვე ეს გააქტიურდა. ავერსის სააფთიაქო ქსელიდან კი ბატონო გააქტიურდა ეს ის შემთხვევა, როდესაც მე მგონი ნებისმიერ სეზონზე მათი გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, აუცილებელი და არასდროს არ არის გადაჭარბებული. საუბრობთ მზის დამცავებზე და გეტყვით იმასაც, რომ 80% დაბერების დაკავშირებულია არა მხოლოდ ასაკთან, არამედ იმასთან, თუ რამდენად მავნედ და ცუდად მოქმედებს მზის სხივები ჩვენს კანზე. სწორედ მზის დამცავის საშუალებები არის ერთგვარი ფარი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კანის დამწვრობა, რაც შემდგომში იწვევს დაავადებების განვითარების რისკს, ასევე პიგმენტაციის პროცესი და ერთი სიტყვით ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. იმასთან დაკავშირებით თუ რა პროდუქციაა წარმოდგენილი დღეს ავერსის სააფთიაქო ქსელში და რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა დერმატოლოგიური ხაზის მზის დამცავებს, ამას გვეტყვის დერმატოლოგიის კატეგორიის მენეჯერი თინათინ ბილიხოძე. თინათინ დილამშვიდობისა. დილამშვიდობის სალომე. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მომხმარებელმა იცის, რომ წლის ნებისმიერ სეზონზე არის მნიშვნელოვანი მზის სხივებისგან დაცვა, თუმცა ახლოვდება გაზაფხული, მზე მეტად აქტიურია იქნება უკვე ძალიან მალე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ უკვე გამოვიყენო მზისგან დამცავები მეტად აქტიურად. რაც შეეხება შენს კითხვას, როდის უნდა მივანიჭოთ უპირატესობა მზისგან დამცავს და შევარჩიოთ დერმატოლოგიური ბრენდიდან, პასუხი ასეთია რომ აქ შეგვიძლია შევარჩიოთ მზისგან დამცავი არა მხოლოდ კანის ტიპის მიხედვით, როგორც შეიძლება იყოს მშრალი, კომბინირებული, ცხიმიანი და ასე შემდეგ, არამედ კონკრეტული მდგომარეობის მიხედვით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სიწითლე, როზაცეა, ეს შეიძლება იყოს აკნე, პიგმენტური ლაქები და კიდევ ასე შემდეგ. ჩემთვის უნდა ვთქვა, რომ მართლა ნამდვილად დიდი აღმოჩენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ტიპის შემთხვევაში, ანუ კანის ტიპის მიხედვით რომ უნდა ავარჩიოთ მზის დამცავის საშუალება, იმიტომ რომ მე ასე ვიცოდი, რომ მზის დამცავის გამოყენება არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი და ამაზე უკვე აღარ ვფიქრობდი, როგორი ტიპის უნდა გამომეყენებინა, მთავარი იყო, რომ მაღალი პროცენტულობა ყოფილიყო და თურმე ამას ქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა. აი, როგორ შეიძლება შევარჩიოთ ჩვენი კანის მიხედვით მზის დამცავი? კი ბატონო, კონკრეტულად მაგალითად დავიწყოთ ნორევას ბრენდიდან, ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გახლავთ, სადაც შეგვიძლია ვნახოთ, რომ წარმოდგენილია მაგალითად ექსფოლიაკის ხაზიდან SPF 50 მზისგან დამცავის საშუალება, რომელიც არის კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის, რაც ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ის გვიცავს მზის მავნე სხივებისგან, დღის განმავლობაში უზრუნველყოფს მატირების ეფექტს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხიმიანი კანის შემთხვევაში. და ასევე სასიამოვნო, იმიტომ რომ ხშირად ცხიმიანი კანის შემთხვევაში ვერ იტანენ ხოლმე დამატებით ცხიმიანობას სახეზე. კი ბატონო სალომე, აქვე მინდა აღვნიშნო მომხმარებლის ერთ-ერთი საყვარელი იკლენის ხაზი, რომელიც არის კონკრეტულად პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ხაზი და რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი როგორც გვიცავს მზისგან, ასევე ამავდროულად მოქმედებს და ებრძვის პიგმენტურ ლაქებს. სწორედ ამიტომ აი კიდევ ერთხელ ვცემ შენ კითხვას პასუხს, რომ თუ გინდა რომ ორ პრობლემას ერთდროულად ვებრძოლოთ, მზის და მაგალითად კანის მდგომარეობას, პიგმენტურ ლაქებს, ამ შემთხვევაში დერმატოლოგიური ბრენდი და მზისგან დამცავის შერჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. ესე იგი, ასაკის მიხედვითაც და განსაკუთრებით ასეთ დროს მნიშვნელოვანია ხოლმე დავიცვათ ჩვენი პატარები და თავიდანვე ადრეული ასაკიდანვე შევაჩვიოთ. ბავშვთა ხაზში რას წააწყდება თქვენი მომხმარებელი? კი ბატონო სალომე, ავერსის სააფთიაქო ქსელში დერმატოლოგიური ბრენდების ძალიან დიდი ასორტიმენტი და გვაქვს წარმოდგენილი. ეს არის ბრენდები, როგორც არის ნორევა, დერმედიკი, ბაბე, ავენი, ვიში, სერავე, სეტაფილი და მრავალი სხვა. თითოეულ მათგანში წარმოდგენილი არის როგორც დასრულის, ისე საბავშვო ხაზის მზისგან დამცავები. აქ შეგვიძლია ვნახოთ მაგალითად ნორევას საბავშვო მზისგან დამცავი, დერმედიკის, ბაბესი და ასე შემდეგ, რომელიც შეგვხდება სხვადასხვა ფორმით. აი ამ ფორმას უკვე რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს იქნება კრემოვანი სახით, ფლუიდი თუ აი ასე შემდეგ, მოკლედ რას და როგორ უნდა მივაჭერთ უპირატესობა აქეთ ერთგვარ ეგრეთ წოდებულ სტიკებსაც ვხედავ. კი, ერთ-ერთი ავერსის და ბაბეს ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მომხმარებელი ყავს ამ კონკრეტულ სტიკს, განსაკუთრებით კომფორტულია. კომფორტული არის. სწორედ ეს არის პასუხი, რომელიც შეიძლება რომ უფრო მეტად კომფორტული იყოს გამოსაყენებლად, ასე შეგვიძლია შევარჩიოთ. მაგრამ ერთი გამონაკლისი არის, თუ მაგალითად ძალიან ცხიმი
მგრძნობიანი კანი გვაქვს, გვირჩევნია რომ თხელი ტექსტურის მაგალითად ფლუიდის ტექსტურის მქონე მზისგან დამცავი გამოვიყენოთ. ხის შემთხვევაში ეს უბრალოდ კომფორტს უკავშირდება და აქედან შეგვიძლია ავარჩიოთ ამის მიხედვით. აი თვალსაც უნდა შევეხო აუცილებლად, იმიტომ რომ ხშირად მზის დამცავის გამოყენება თვალზე საკმაოდ არასასიამოვნოა და ხშირად იწვევს ხოლმე ეგრეთ წოდებულ წვას და აქ რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ასევე კიდევ თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ BB და CC კრემებზე, რომლებსაც ერთგვარი გარდა იმისა რომ გვიცავს და ფარი არის ჩვენი კანისთვის და მავნე ზემოქმედებისგან, ასევე გვეხმარება იმისთვის რომ გამოვიყურებოთ ლამაზად და ჩვენი სახის კანი იყოს ერთფეროვანი. მოკლედ თვალსა და BB-საც და CC კრემზე რომ გითხრებათ, თვალს რაც შეეხება, მოგეხსენებათ რომ თვალის გარშემო არის განსაკუთრებით სენსიტიური, მგრძნობიარი და თხელი და არის შემთხვევები რომ მზისგან დამცავი ხშირად წვავს თვალის გარშემო არის. ამ შემთხვევაში ბაბე გვთავაზობს თვალის გარშემო კონტურს, ეს იმიტომ რომ ვაჩვენოთ ჩვენს მომხმარებელს. არის თან შეფერილი და არის 50 SPF-ით. მაგრამ თუ არის რომ გვირჩევნია რომ სახის კრემი გამოვიყენოთ და სხვა გზა არ გვაქვს, მომხმარებელს ვურჩევ რომ გამოიყენოს მინერალური ფილტრით მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც ბაბეში არის წარმოდგენილი.